პირადად მოვტყუდი ქართული ოცნებით, მეგონა რომ მივდიოდით მართლა ევროპისა და ნატოსკენ, მაგრამ ბოლო განცხადებებმა უკვე მიმახვედრა რომ თავიდანვე ჰქონდათ ამათ ჩაფიქრებული რომ რუსეთისთვის შევეერთებინეთ. სამწუხაროდ. მაინც რა იყო ის მომენტი, როცა მიხვდით რომ ის არ არის რაც აირჩიეთ, ესენი არ არიან ის ადამიანები, ვინც შეასრულებენ რასაც ელოდით. იცით რა არის? პირველი ის იყო რომ ის კაცი რომ დააჯინეს იმ ადგილზე, სადაც იმისი ადგილი არ იყო, მეორე იყო ბავშვთვალი ამოთხარეს და ნუ მაინც ჩავთვალეს რომ რაღაც ნუ რა თქმა უნდა ცუდი ამბავი გამოიტანეს, დააკენსელეს ეს ამბავი და მე იცით რა ვუჯერებდი რომ ამბობდნენ მე არა ვარ აპოლიტიკური ადამიანი ვარ საერთოდ ხა არჩევნებზე საერთოდ არ დავდივარ ეხლა ორჯერ ვიყავი სულ და ეხაც ვიყავი და იმის თქმა მინდა რომ უბრალოდ დავინახე რომ ის რა შეცდომაშიც მე ვარ შესული ბევრი ადამიანია ვისაც არ უნდა ვინც აპოლიტიზირებულია და თავის საქმის კეთება უნდა და არ უნდა რომ პოლიტიკაში ძალიან გაცნობიერებული იყოს თავის თავს იქ ვერ ხედავს ჩემთვის საკმარისი იყო ის რომ ამბობდნენ ევროკავშირი და ნატო და ეს იყო ის ფუნდამენტი რომელიც ჩემი კონცეფცია არის და რომლის ჩემი ვექტორისკენ არის მიმართული ასე რომ ვთქვათ ხო და უცებ თქვეს რომ ეს გადაიდო და რომ თქვეს უკვე რომ სხვანაირი ლაპარაკებდა რომ დავინახე გახარებული პუტინი და ლავროვი უკვე მივხვდი რომ რაღაცა უკვე აქ სხვა საქმე არის და გადავწყვიტე რომ ქუჩაში გამოსულიყავი ამაში მეხმარებოდა ჩემი მეუღლეც რომელიც ძალიან აქტიურად არის ამ პოლიტიკურ მოვლენებში ჩართული და გამოვედი და რომ დავინახე ეს ნუ პრინციპში ყველა იქ ვინც დგას ესეთი ნორმალური გარეგნობა აქვს რომ რაღაც ისე გამიხარდა რომ რაღაც საქართველოში მიტინგები დაემსგავსა უფრო ცივილიზებული გახდა და ერთ გადაცემას მოусმინე სხვათა შორის ძალიან მომეწონა რომ ქართულმა მომიტინგებაო მიტინგის კულტურა აიყვანეს ახალ დონეზეო და ისე გამიხარდა რა ვითომ არაფერი ჩვენ ამას არ ვაქცევთ უბრალოდ ჩვენთვის თავარი მიზანი არის რომ ევროკავშირი და ნატო მაგრამ თვითონ საზოგადოება რომლებიც ირგვლივ არის იგივე აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნები ამას უყურებენ მოკლედ ვიზუალურადაც ლამაზი არის ჩვენი მიტინგები ამის თქმა მინდა არიან თქვენს ირგვლივ ისეთი ადამიანები ვინც თქვენსავით გადაწყვეტეს რომ ახლა იყვნენ აქციაზე და რამდენად ბევრი ვინც თქვა რომ აი აპოლიტიკურობა ახლა ფუფუნება არის და პოლიტიკაში ყოველი ჩვენგანია იცით რა არის აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ვიდეოების გაკეთება რომლებიც უკვე უშუალოდ ელაპარაკებოდნენ იმ ადამიანებს რომლებიც საერთოდ თვლიდნენ და სხვანაირად ლაპარაკობდნენ ერთი ვიდეოა ეს გენიალური რაღაცას ამბობს რომ ევროპა გეების სატანისტების ასე და მე თავის ცოლს ურეკავს რომ $150 ოდის გადმომიგზავნი აი ეს უკვე შეეხო ზუსტად მაგ სოციალს რომელიც უბრალოდ აი მაგის და უკვე დაინახეს რომ ეს რეალურად ეხებათ იცით არა აი ქუთაისში რომ დავდივარ და იქ რომ ისე მიხარია რომ ეს ბავშვები რომლებიც უკვე ტაქსის ფულად დაფრინავენ ლონდონებში და პარიზებში და დისკოტეკებზე ბერლინებში და უცებ წარმოიდგინეთ რომ სადღაც აი ჩადიხარ სოფელში ხო იმერეთის თქვანა დაჭარის და განვითარება ისე დონეზე შევიდა ეგ რომ არ ამგონია რომ იმ ახალგაზრდებმა იმ ყველაფერზე ვარი თქვას და რა ვიცი ისევ გადმოვიდნენ იმ წყობაზე რომლიდანაც ჩვენ გამოვიქეცეთ და მე პირადად ყველაფერს ვაკეთებდი რომ საბჭოთა კავშირი რაც იყო მალე დასრულებულიყო კი, აი თქვენ გამოსავალს რა შეხედავთ? აი ქართული ოცნება მუდმივად იმეორებს, რომ აი ადამიანებმა არასწორად გაიგეს. თითქოს მათ არ გაუჩერებიათ ევროინტეგრაცია და არსად აპირებენ წასვლას. ესეც მაგას მოტყუების მორიგი მცდელობაა. იცით რა, ძალიან გაფაცისებით უსმენდი მაგ თემებზე, როცა იყო საუბარი ინტერნეტში მიგდებდა ყოველთვის და ვაკვირდებოდი, რომ ისეთი როგორ აგიხსნათ ისეთი ნაგლი სახეებით ამბობენ ხან ერთს ხან მეორეს და ისე შეუულიათ რომ თქვას რომ ეს მე არ ვიყავი რაღაც სტატუსი დავწერე რომ უცხო პლანეტელებმა მოიპარეს მეთქი ნამდვილები და ესენი კლონები არიან რომელსაც მართავენ მეთქი იმიტომ რომ არ შეიძლება ეს რობოტივით ადამიანმა რაღაც ადამიანურობა ხო უნდა ქონდეს ან იმას ვერ ხედავდე რომ ქუჩაში რა სისხლი იღრება და ამ ახალგაზრდებს როგორ უმოწყალოცემდნენ და სხვათა შორის მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით ახლა რომ ეს რო ყოფილიყო 9 აპრილს რაც მოხდა გასაგებია მაგრამ ეს ხო უკვე რუსის ჯარი იყო ჩამოსული და ლაფატკები და ისინი გამოიყენეს, მაგრამ აი ესეთი რაღაცა მე პირადად, ნუ ერთი 7 ნოემბერს მახსოვს, მიშას დროს იყო და მეორე ამათმა უკვე გადაუჯოქრეს იმ თვალსაზრისით, რომ აი ყველას ერევიან, ვინც იქ არის გაურჩევლად, ბავშვი, დიდი, მოხუცი, ქალი, კაცი, ეს სამწუხარო არის უკვე ძალიან. კი, აი პროპაგანდას თუ მოусმენთ, იქ არის რომ იქ დგანან რადიკალი ადამიანები, ნაცები, არ ვიცი, ოპოზიციის წარმომადგენლები, მხოლოდ თქვენ ახსენეთ რა საზოგადოება ნახეთ რუსთაველზე. ეს მინდა კიდევ უფრო ვრცლად უთხრათ მაყურებელს, ვინ დგას დღეს რუსთაველის გამზირზე და ვინ აპროტესტებს თქვენი ხედვით ამ გადაწყვეტილებას. სწორედ ამ პროპაგანდის აპრიწონად გეკითხებით. ეს არის ადამიანები, ვისაც უშუალოდ შეეხო. იქ ხო ხედავთ პოლიტიკ
პოლიტიკოსები საერთოდ აღარ გამოდიან. ულიდერო პროცესია. და ულიდერო პროცესია. მეც რომ მივედი, მეგონა რომ ვიღაცა გამოვიდა თიც დაიქნევდა რაღაცას იყურებდა გაუმარ, არაფერი არ არის. ეს არის შეწუხებული, გაბრაზებული როგორც ამ ბოლო ხანებში ამბობენ ადამიანები, რომლებმაც დაინახეს რომ ეს უშუალოდ მაგათ მომავალს ეხება. უშუალოდ მაგათ ოჯახებს, მაგათ წარმატებას ეხება. და ალბათ კიდე იმ ოჯახებში არსებობს ის თაობები, ვინც იცის საბჭოთა კავშირის დროს როგორი პროვინციის დონეზე იყო საქართველო და როგორ აქ უცხოელები საერთოდ არ ვიცი მოსკოვში თუ არ ჩაფრინდებოდნენ თბილისში ისე ვერ ხვდებოდნენ ხო და იმასაც კრემლი წყვიტავდა ვინ გამოეშვა აქეთ და ვინ არა და ესეთი უშუალო პირდაპირი კავშირი ამ დასავლეთთან და აი ზუსტად ის არის სხვათა შორის მიშას თაობას რასაც ამბობენ აი მაგათმა მოახდინეს რეალობაში ეს რევოლუცია რომლებიც სულ სხვა ფასეულობებზე გაიზარდნენ და სულ რაღაცნაირად პრინციპში პრობლემა მქონდა ახალგაზრდებთან და ეხლა ნამდვილად დავინახე მაგარი ახალგაზრდები პირდაპირ რო გითხრათ ასკარად ჩანან ამ პროტესტში განსაკუთრებით და გამორჩეულოთ და სამწუხაროდ არიან სამიზნეები ხელისუფლებისაც ძალაუფლებაში მყოფი ძალისაც ამ დაპატიმრებების კადრებს და ფიზიკური ძალადობის კადრებს ალბათ თქვენს ადევნებთ თვალს. კი. მუსიკოსების პროტესტი თუ ისმის საკმარისად ხმამაღლა თქვენთვის არის ვინმესგან შეიძლება ელით კიდევ უფრო ხმამაღალ პროტესტს სხვათა შორის აი თეატრების მონაწილეობა, მსახიობების მონაწილეობა არის ძალიან აშკარა, აი მთელი დასები გამოდიან რუსთაველის გამზირზე რეჟისორები, მსახიობები. მაგაზე გეტყვით რომ ეს მაინც სახელმწიფო დოტაციაზე ორგანიზაციები რომლებიც ყოველდღე ერთმანეთს ხვდებიან და ელაპარაკებენ და ხა ჩემნაირი როკ მუსიკოსები თავისის რომ თავისუფალი მხატვრები ხა ეს ერთად არსად არ ვიკრიბებით და განსაკუთრებით მე რომელიც საერთოდ უკვე ბოლო 12 წელი არის გადასახლებაში ვცხოვრობ ოქროყანაში არც მაქვს კონტაქტები ჩემთვის ვარ წყლარა დინჯად მშვიდად აი როცა ამბობდით რომ იმერეთის სოფლებშიც არიან ახალგაზრდები რომლებიც დაფრინავენ მარტივად ლონდონში ბერლინში დისკოტეკაზე ჩადიან თუ ასე შემდეგ აი ამაზე მინდა კითხოთ ევროპა ხომ არ არის მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე ხო ღირებულებების გამო მოხწონს იქ რა დევს ახლა რეალურად სასწორზე როგორ ფიქრობთ გარდა ამ კომფორტისა რომ თქვა თუ ვიზოთ დაუფრინავთ და ხელმისაწვდომია ეს გეოგრაფიული სივრცე ჩვენთვის რა დაიდო ამ გადაწყვეტილებით სასწორზე რეალურად ამ ბავშვების მომავალი დაიდო პირდაპირ კეთილდღეობა ფინანსური განვითარება ქვეყნის და კონკრეტული ოჯახი ქვეყანა ხო ის თვითონ ოჯახები უნდა გახდნენ ძლიერები რომ ქვეყანა გახდეს თვითონ ძლიერი და თუ ამ ხალხმა ვერ შეძლო ეს პირდაპირ კომუნიკაცია და ესე უბრალოდ იარა იქეთკენ აქეთკენ უშუალოდ ადამიანებს შეხვდა იქ და რაღაც პროექტები ახალი აწარმოეს და ახალი განვითარების გზები ეძებეს აი მე 92-ში რო ვიყავი ხო ჯერ 99-ში რო ვიყავი ბერლინში ორი ქართველი იყო საერთოდ ერთი ზურასუმბაძე იყო ჩემი მეგობარი და ერთი კიდევ იყო ძველია იმის დროს 19-21 წელს წასული და ეხლა რო ჩადიხართ უკვე და რო ხედავთ მე 92-15 რო ვიყავ როგორ მრავლდებოდნენ დღეს უკვე როგორ იცით იქაც კარგად ცხოვრობენ უკვე აი უამრავი ქართველები არიან რომლებმაც ეს ასიმილაცია გაიარეს და ადაპტაცია გააკეთეს და იგივე ლონდონში იგივე პარიზში ძალიან მაგრად ცხოვრობენ უკვე საქართველოსზე გაიგეს ყველამ ჩემი ამერიკელი მეგობარი მეუბნება რომ ძველად საქართველოში რო ჩამოდიოდა ხალხს ეუბნებოდიო ეს ქვეყანა და დღესო ყველამ იცის რომ საქართველოს წარმოიდგინეთ სადღაც ოიოვა შტატში და სადღაც აი ესე რო არის ხო მაგრამ ხო ხდებით რის თქმაც მიყრუებულ მიზურებში და ასე შემდეგ ხო უკვე ამ ქვეყანის შესახებ იციან რომ ძალიან აქტიურები ვარ ძალიან ნიჭიერები ვარ ძალიან მაგრები ვარ და ამას პუტინი კი არა ვერავინ ვერ გააჩერებს იმიტომ რომ პლიუს კიდე ისო წარმოიდგინეთ სოფლიო ისტორიაში ბოლო წლებში რა მოხდა რომ სტალინი იყო იქ ცუდი იყო თუ კაი იყო მაინც ეს ხო გენი არის რაღაც ხო იგივე იქ რაღაც მიშა სააკაშვილი იყო იქ შევარდნაძე იყო ნუ ბოროტი ნაპოლეონის ეგრე ვიღაცა იყო მაგრამ იცით რის თქმა მინდა რომ აი ამდენი ადამიანი ცნობილი ადამიანი რო იბადება ამ ქვეყანაში ყველას ძალიან უყვარს არა მარტო პოლიტიკაში არამედ ხელოვნებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო აი რაში ხედავთ გამოსავალს ან რას ელოდებით რა ნაბიჯები უნდა გადადგას ახლა ქართულმა ოცნებამ აი ამ კრიზისიდან გამოსასვლელად თავარი მოთხოვნა გასაგებია რომ არის იცით რა არის აი მე სულ მეგონა რომ რაღაცა აი თქვათ მაგალითად ბიზნა ხო ის მაგიტო ისე იქცეოდა რომ იმიტომ იქცეოდა რაღაც იცოდა რა რუსები უნდა შემოიჭრან საქართველოში და ყველა უნდა დახოცონ და მოკლან და ამიტომ ერთს გადაეფარა და მე ჩვენ გავიგებდით რომ ხო რაღაცა იცით რა არის ეგეთი შტაბეშლია მქონდა მაგრამ მე რომ დავინახე რომ მაყურზე კეთდება ყველაფერი და ვის უფრო მეტი ფული დარჩება და თავის ფულს შეინახავდა რომ ეს ადამიანები უკვე ამ ყველაფრისგან ძალიან შორს განა და ქვეყნის ინტერესები და საზოგადოების უკვე მივხვდი რომ არ შეიძლება ისეთ აი ნავიცი ხა მე როგორც რაღაც დამთავრებული მაინც უნდა ქონდეს ადამიანებს პოლიტიკური სკოლები ან რაღაც ხო არის მეტაური სკოლები ლიდერების სკოლები რაღაცები რომ უბრალოდ სახელმწიფოს კონცეფცია რაში არის რომ იცოდეს რომ ეს ფული არ არის და ბიზნესი არ არის რაღაც დონეზე ხო ბიზნა ქვია ხო რომ თქვით გამეცი და პირველად ნახე რესპონდენტი ვინც უცხო ბივანიშვილის სახელი გაიხსენა
მივხვდი რამდენად აპოლიტიკური ყოფილიყავ. გითხარით თითოეული მოქალაქის წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე. ახლა აი თემნა მკითხათ ოცნებამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას. მოქალაქეებმა რა უნდა გააკეთონ, რომ ხანგრძლივი იყოს და უწყვეტი ეს პროცესი. იცით რა, ბიძინა ახლა უკან რო დაიხიოს, უფრო მაგარი კაცი იქნება და რაღაც დონეზე ისე ამას ვერ ჩამოირეცხავს, მაგრამ კიდე რაღაცებს გადაარჩეს, რაც საბოლოოდ შეიძლება დაენგრას, ხო? მე ესე ვხედავ ადამიანური მომენტებიდან, მე ხა დიდი პოლიტიკოსები ვარო, ჩემი გამოცდილებიდან ვლაპარაკობ და ურთიერთობებიდან, ხო? და იცით რა არის საზოგადოების დონეზე როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანს, ჩემი ხედვა ესეთი არის, რომ ყველამ უბრალოდ თავის უნდა შეეკითხოს, როგორი არის სწორი გზა. დამთავრდა იმის დრო, რომ ვიღაცა უნდა დადგეს ტრიბუნაზე და უნდა გითხრეს იქეთკენ წახვიდე თუ აქეთკენ, შეთ უნდა გადაწყვეტო. მე გადაწყვეტილი მქონდა ბავშვობიდან, რომ არა რუსეთი, არა საბჭოთა კავშირი და ამერიკა, ევროპა და კაი ცხოვრება და გულიანკა და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე მივდივარ და ამის მაგურად სულ ხდება 9 აპრილი იქ რაღაცა იქ მე ვარდების რევოლუცია უბედურებები და ჩემ თავს ვეკითხები რა ინატრე ეგეთი ხო შეიძლება უბრალოდ რაღაცა გენატრა და მოკლედ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა კი ბატონო, სოჭის არჩევნების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ რაღაც გადატვირთვას დაიწყებდა ქართული ოცნება, თუმცა ამის ნაცვლად ნახეთ რაღაც ახალი რეპრესიული კანონების წყება ახლა ერთპარტიულ პარლამენტში და ამას დამატებული კიდე პრეზიდენტად ფაქტობრივად დანიშნა მიხეილ ყაველაშვილის. აი ყაველაშვილი გამახსენდა, როდესაც თქვით რაღაც უნდა იცოდნენ მაინც პოლიტიკოსებმა, ვისაც ივანიშვილი წარადგენს და ნიშნავს. აი ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვისაც კი იყო შეურაცხყოფელი ყაველაშვილის წარდგენა. აი თქვენ პირადად როგორ შეხვდით? იცით რა, აი მე კონცეპტუალურად გეტყვით ჩემას მაგაზე, სიბოროტე და სიკეთე, აი ეს დადგენილი საზღვრები არ აქვს. ადამიანურობას და არა ადამიანურობას ეს დადგენილი საზღვრები არ აქვს. და მე ისეს დანახული მაქვს ცხოვრებაში ადამიანი რაღაცა ცუდს რო გააკეთებს, მე ეს ცუდი რო გადაფაროს, ვარეს და ვარეს აკეთებს. ანუ ასე ამ გზით მიდის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენ როცა ცუდს გააკეთებ და ამას არ მოინანიებ, ეს რო გადაფარო და საკუთარ თავთან სინდისის კენჭნა არ კონდეს, უფრო ვარეს აკეთებ, მე რომ ის დაიფაროს რაღაც დონეზე და მე მგონია რომ აი ამ კურსით არის დღეს ეს არც ვეძახი მთავრობას, იმიტომ რომ ესენი არალეგიტიმური ხალხი არის. აი ეს სახელმწიფოს რო თამაშობენ აი ეს თეატრი. რა ქვია ჩვენ პარლამენტი. აი შეგიძლიათ აუხსნათ ოცნებას ის, რასაც ხედავთ თქვენ კიდევ ერთხელ. იცით რა, შეხედავდი თვითონ ნორმალური ხალხი რაღაცა კი კონკრეტულად ადამიანების ცემაზე, სისასტიკეზე. თემაზე, რომელზეც ისინი მანამდე საუბრობდნენ, რომ აი სისხლიანი 9 წელი და ადამიანია ჩვენთვის მთავარი, ასე მოვიდნენ 2012. იცით რა არის, იმ სისხლიანი 9 წლის, რა თქმა უნდა, მესმის ყველაფერი მე ხა ეს, მაგრამ იმ დროს შეიქმნა ქართული სახელმწიფო. მე მომწონს, არ მომწონს, რეალურად ესე მოხდა, რომ იყო კრიმინალი. მე ამ დროს დავდიოდი ძალიან მუსიკალურ იმებს ვაკეთებდი, ივენტებს ვაკეთებდი, მუსიკალური დისანტი რო ჩავდიოდი, მე ჩავამყავდა ფესტივალებს ვაწყობდი ჯგუფებს და ვხედავდი რეალურად რა მდგომარეობა იყო საქართველოში. ეს იყო სიბნელე, ეს იყო შიში, 3-4 საათის შემდეგ ხალხი სახლებში იმალებოდა და ქურდობა მანქანას რო დატოვებდი, ჩათვალე რომ აგურებზე დახვდებოდა და მე თვითონ ძალიან დიდი ფანი ვიყავი და ვარ კიდევაც ეს რა ქვია შინაგან საქმეთა მინისტრის ამოსახელები მოვიდა. არა, კაცო, მაგის კი არა, მის დროს ვინ იყო? მანო მერაბიშვილი. ეხლა ესეთი რაღაცა გააკეთა ჩემთვის წარმოუდგენელი, რომ აი ეს ყველაფერი დაარეგულირდა შეცვალა. პირველ წლებზე ვსაუბრობ და ჩამოყალიბდა ქვეყანა და ამ ქვეყანის აი ესე დატორმუზება უკვე აღარ შეიძლება და ესე დაბრუნება. 2012-ში ოცნებას მიეცით ხმა თუ სწორად აღვიქვი, ხო თქვენი განცხადება. იცით რა არის, ჩემმა მშობლებმა და მამაჩემი ძალიან მამაჩემმა ამას არ გეკითხებით, ცხადია თქვენს პერსონალურ მე კი ხო რომ თხოვა რომ მიდი და მიეცო, მე ხა ძალიან სამშაბათული არ ყო და მშობლების პონჩი მივედი და მივეცი და ესენი სულ ამბობდნენ ევროპა, ევროკავშირი, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ რაღაცები და მე ვამბობდი ზოგს ვეუბნებოდი რომ ხო ხედავთ მარტო სააკაშვილი არა ეს კაციც რაღაცას ანვითარებს, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ თურმე ის სააკაშვილიდან მოყოლებული ინერციით გაკეთებულა ის ევროკავშირის და ყველაფერი და ამათ კიდე სულ სხვა რაღაცა დომებია რაც სამწუხაროა. მეორე ნაწილს რას ეთყოდით ოცნებას, რომელიც ახლა ამ წამებას ფაქტობრივად პროპაგანდაც ვერ ხედავს, არ ხედავს უფრო სწორად, ამბობენ რომ არა, აი ფეიერვერკს ესვრიან მხოლოდ სპეცრაზმელები არიან თითქოს დაშავებულები. იცით რა, მაგათ რო გაუგო, მაგათნაირი უნდა გავხდე მენტალურად. ძალიან მაგის გაკეთება. უბრალოდ წარმოუდგენელია ჩემთვის რომ ადამიანები აი მაგენი უბრალოდ რო ვერ ხედავდნენ ირგვლივ რა ხდება. ან მაგათი მეგობრები შვილები არ არიან, მანდ გალახულები, ან მაგათი ვიღაც ოჯახის წევრები და ესე მშვიდად, ესე ღიმილით აგრძელებდნენ ამ აბსოლუტურად მგონია რომ აი მოწყვეტილი არიან საერთოდ რეალობას და თავის რაღაცაში ცხოვრობენ. არ ვიცი, მე იცით და ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მაგათ ვერ ვილაპარაკებ ნამდვილად.
არის რომ ეს მართლა თითოეული მოქალაქის კარამდე მივიდეს თუ უკვე მისული არ არის. მე რო ბიძინაც ადგილზე ვიყო ბიჭებს ვეტყოდი წავიდეთ სატუსოვკოთ წავიყვანთ და 1-2 მილიონს დავხარჯავდი ვაგულავდი ყველანი დაარექსალდებოდნენ ცოტას იმას იზავდნენ ცოტას ამას და სიმართლეს ეტყოდნენ ერთმანეთს ნასვამი კაცი ანდროს ლაპარაკობს სიმართლეს და ასეთ მე შერიგდებოდნენ რაღაცა მოხდებოდა იმიტომ ყველა არხს უყურებს სიმართლებს შედივრადაც იცი მაგრამ იცით რა არის ხომ მაინც მე როგორ უნდა იცხოვრო მე რა აი მაგ სიმართლით რომლითაც არიან მაგალითად ხო უნდა რაღაც ინდისის კენჯნა რაღაცები არსებობს ახლა მე ბევრი ადამიანი მინახია იცით როგორი რომელსაც მე მეგონა რომ ვერ აუხსენი რა არის სიმართლე და მე მინახია ქუჩაში რომ მიდის და როგორი ხვერდება შეშინებული ანუ იმას შიგნით აქვს ქვეცნობიურში აქვს ეს შიშები უკვე საზოგადოების მხრიდან ხალხის მხრიდან ყველას მხრიდან ეხლა იცით რა არის გიტლერმა ომის რატო წააგო მთელ მსოფლიოს ჩხუბი დაუწყო და გაილახა ბოლოში და ეხლა ეს რო ყველას ეჩხუბება ხო ხა მარტო პუტინი რო შენი ატმასკა და სირიიდან გამოაგდეს რუმინეთიდან ეგრე ხდება უკრაინაში რო ეგონა ყველას რო სამ დღეში აიღებდნენ დღემდე კიდე ვინ მოიგებს არავინ არ იცის ხო უკვე ცოტა ცუდად არის შენი საქმე რა იმ გიტლერსაც ყავდა იქ იაპონია და იტალია და ვიღაცები მაგრამ ხო ყველას ვერ გალახავ არა ამერიკას ვერ გალახავ ევროპის კავშირის ამდენ წერს ვერ გალახავ შენ მოქალაქეებს ყველას ვერ მოერევი ვისი მეთაური უნდა იყონ ბოლოში ყველას ვერ გალახავ ყველას ვერ დაიჭერე ეს პროტესტი გრძელდება ამ გაცემის და დაჭერების მიუხედავად თუმცა აი როგორ გგონიათ რა უნდა იყოს შედეგი რომელიც იქნება თქვენთვის როგორც ერთი მოქალაქისთვის მისაღები აუცილებელია რომ ევროკავშირში მიიღონ აუცილებელია რომ ვიზა ლიბერალიზაცია დასრულდეს და აი ყველანაირი სტატისტიკით ყველანაირი შეფასების კრიტერიუმებით უამრავი ქართველი ცხოვრობს დასავლეთში რომ ჩავედა 1500 მარტო სტოკჰოლმში ქუთაისელი ცხოვრობს მეგობრებო ხვდებით ხო ეს თქმა უნდა მე აღარ ვიცი პარიზში და იქაც რო ვიყავი უამრავი ლონდონში ხო საერთოდ ხო და იცით რა არის ეს უკვე ორგანული ნაწილი ეს ჩვენ რო არ ვიცოდით ევროპის შესახებ ნუ ადამიანება ზოგადად არ იცოდნენ ხო მაშინ კიდე შეიძლებოდა ვიღაცები შეგეშინებინა მოგეტყულებინა ზღაპრებით მაგრამ ინტერნეტის და გუგლის ერაში და როცა უკვე ყველა ნამყოფი არის ამ დასავლეთში და ყველა მშვენივრად ნახა რომ იქ რა ცხოვრებაც არის და სატანისტები და LGBT არ არის იქ თავარი კიდე სხვა რაღაცები არის ხო უკვე ძალიან რთულია საზოგადოების გაჩერება აი ამ გზიდან ხო აი ხელახალი არჩევნების გარეშე გამოვა განმუხტვა ამ ამბის შანსი არ არის მაგის ეს აუცილებლად უნდა მოხდეს იმიტომ რომ ნუ წყვილზე უნდა გავაგრძელოთ სხვათა შორის ერთი მეგობარი მყავდა ესეთი მამამისი და ვიღაცები რაღაცები უნდა იმან თქვა რომ ეს ყველაფერი დაიწყო ზვიად გამსახურდიდან იცით აი რომ ეს ხალხის მიერ არჩეული ადამიანი რომ ესე მოვკალით და გავაგდეთ და რაღაცა ვქენთ აი ეს რაღაცა კიდე ჩვენ გვადევს აი ცოდვათ რაღაც დონეზე მე არ ვამბობ რომ ზვიადისტი ვარ თუ შევარდნადისტი ეს სხვა თემა არის მაგრამ თვითონ აი ეს რაღაც დონეზე ცოტათი ხო და საჭიროა რომ აი სახალხო რაღაცები მოხდეს და ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ ისწავლოს პირდაპირ სიმართლის თქმა და არა ზურს უკან ლანძღვა გინება